ეხლა გადავდივართ ღაზაზე, სადაც ისრაელის სახარო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეხლა საერთაშორისო მშვიდობის საბჭო აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების უკან დახევა ყვითელი ხაზის მიღმა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ჰამასი დაფრის იარაღს. დამატებითი ინფორმაცია 24 News-ის უფროსი, ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტის არიელ ოსერანისგან. ეს რთული ფაზის დასაწყისია. ასე აღწერა ღაზის მშვიდობის საბჭოს უმაღლესმა წარმომადგენელმა ნიკოლაი მლადენოვმა ღაზის ცეცხლის შეწყვეტის მიმდინარე ეტაპი. ორშაბათს იერუსალიმში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მშვიდობის საბჭომ დაასახელა თავისი პირობები ისრაელის თავდაცვის ძალების ღაზიდან გასვლისთვის. განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების გის გაყვანა ყვითელი ხაზის მიღმა მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც განიარაღება დასრულდება, როგორც ამას ჰამასი შუამავლებს დაპირდა. ეს ეხება როგორც მსუბუქ, ისე მძიმე იარაღს და ასევე გვირაბებს. განცხადების ადრეულ ვერსიაში საუბარი იყო ისრაელის თავდაცვის ძალების სრულ გაყვანაზე, რაც ნიშნავდა, რომ ყვითელი ხაზის მიღმა ისრაელის ძალების გარკვეული უკან დახევა შეიძლებოდა განხორციელებულიყო, სანამ განიარაღების პროცესი სრულად დასრულდება, როგორც ეს გასულ კვირას მშვიდობის საბჭოს წინადადებაში იყო მითითებული. სიტყვა სრული სამოღება, როგორც ჩანს, ცვლილებას აღნიშნავს ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანის პირობებში ორშაბათის შეხვედრის შემდეგ. თუმცა ორივე ვერსია, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება იმას, რაც მილადონოვმა გასულ კვირას თქვა, როდესაც აღნიშნა, რომ გაყვანა უნდა მოხდეს განიარაღებასთან ერთად. რა მოდის პირველ რიგში? ისრაელი უკან იხევს და შემდეგ ჰამასი განიარაღდება. თუ ჰამასმა უნდა განიარაღდეს და შემდეგ ისრაელი ტოვებს ღაზას. ისრაელი ძალიან კმაყოფილი იყო ამით, ისრაელმა დაგვეხმარა და ისინი ძალიან კარგად მოიქცნენ. ამ საკითხში უმეტესობა ამბობდა, რომ ეს შეთანხმება შეუძლებელი იქნებოდა. ეხლა იქ ექნება თავისი აღმავლობები და დაღმავლობები. იქ ძალიან რთული სიტუაცია. ხალხი ძალიან რთული და ძნელია. განიარაღების პირობების აშკარა ცვლილებამ შეიძლება ჰამასი პროცესს ჩამოაშოროს, რომელმაც მხოლოდ თავდაპირველ თანმიმდევრობას დათანხმდა. თუ ისრაელი არ იტყობს. შეთანხმება განსაზღვრავს, რომ შემდეგ ეტაპზე გადასვლა შეუძლებელია, მანამ სანამ პირველი ეტაპი სრულად არ შესრულდება. რაც ნიშნავს, რომ ისრაელმა უნდა დაბრუნდეს 1967 წლამდე არსებულ საზღვრებში. გამშვები პუნქტების გახსნის ნებართვა, აღდგენის პროცესის დაშვება და ყველა მიზანმიმართული თავდასხმის, მკვლელობისა და ლიკვიდაციის შეწყვეტა. ყველა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და დასრულდეს, ხოლო შეიარაღებული მილიციების დაშლა დაკავშირებულია ამასთან და ისრაელის გასვლა ღაზის სექტორიდან შეთანხმებულ ვადებში უნდა განხორციელდეს. მაგრამ განიარაღებისა და გასვლის თანმიმდევრობა მხოლოდ ერთ-ერთი სადავო საკითხია. ვლადანოვთან შეხვედრისას ნეთანიაჰუმ გავრცელებული ინფორმაციით განაცხადა, რომ ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს ღაზაში და არ გავა ყვითელი ხაზიდან და გააპროტესტა წინადადების ის მოთხოვნა, რომ ჰამასის იარაღი უბრალოდ შეინახონ საწყობში და არ გაანადგურონ. ამასობაში ისრაელმა გაზარდა დარტყმები ღაზაში, მას შემდეგ რაც მშვიდობის საბჭომ თავისი საგზაო რუკა გამოაცხადა. ორშაბათს მილადონოვთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში ისრაელმა ღაზაში დამატებითი დარტყმები განახორციელა და მანქანაში მყოფი 2 ადამიანი მოკლა, მაშინ როცა ღაზის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ გამოცდას გადის. ეხლა ჩვენთან სტუდიაშია უსაფრთხოების ანალიტიკოსი იაკობ ლაპინი, როს ჰენდლერის რეპორტის წამყვანი. შუადღე მშვიდობისა. გამარჯობა. ჩვენ ბევრს საუბრობდით ირანსა და ლიბანზე, მაგრამ ეხლა ისევ გავბრუნდით ღაზაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი გრძელდება იმ დროს, როცა უკვე თვეებია ანევსაუბრობთ. ძირითადად რა თქმა უნდა ირანზე და ჰორმუზის სრუტეზე, რას გვიჩვენებს ეს ყველაფერი? ვართ თუ არა საფრთხეში, რომ სიტუაცია უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს? არ ფიქრობ, რომ ღაზაში რაიმე სერიოზული ესკალაციის უნდა გვეშინოდეს. რაც უნდა გვაშფოთებდეს, არის დიპლომატიური მახე, რომელიც შეიძლება დაგვაშოროს ისრაელის ძირითადი უსაფრთხოების ინტერესებს. ამიტომ უნდა განსაზღვროთ რა არის ეს ინტერესები, რაც გულისხმობს ჰამასის განიარაღებას და ღაზას სრულ დემილიტარიზაციას. ეს ნიშნავს, რომ ჰამასის იარაღი უნდა განადგურდეს და არასადმე შეინახოს, როგორც მშვიდობის საბჭო თავის დოკუმენტებში სთავაზობს და როგორც ჰამასი სურს. ჰამას უნდა, რომ იარაღი უბრალოდ შეინახოს. ისინი აპირებენ, რომ ეს იარაღი ეგრეთ წოდებულ მომავალ პალესტინურ მთავრობას გადაეცეს კონტროლზე და შემდეგ თავადვე უხელმძღვანელონ ამ პალესტინურ მთავრობას თავიდან ჩრდილით. შემდეგ კი შეძლებენ გადატრიალების მოწყობას. ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს 2007 წელს, სანამ ღაზას კონტროლს აიღებდა. ეს არის მათი გეგმა. ეს სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც ისრაელს სჭირდება. ისრაელს სჭირდება ამ იარაღის განადგურება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისრაელმა უნდა განაცხადოს, დიახ, მზად არის დიპლომატიური შეთანხმებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარაღი განადგურდება. თუ იარაღი არ განადგურდება, ეს ნამდვილი შეთანხმება არ არის, ეს ფარსია. და ისრაელმა ეს ძალიან კაფეოდ უნდა დააფიქსიროს. ამიტომ უნდა აირიდოს და გვერდი აუაროს ამ დიპლომატიურ მახეს. და შემდეგ უნდა იფიქროს საბოლოო მიზანზე.
საბოლოო მიზანი აქ არის ჰამასის დარჩენილი ძალების განადგურება ღაზაში. ეს ნიშნავს მის ლიდერობას, გადარჩენის შესაძლებლობებს, რომლებიც მნიშვნელოვნად შემცირებულია. მაგრამ ჰამას არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ღაზის 1 მილიმეტრიც კი აკონტროლოს. და შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ღაზის ხელახალ მოწყობაზე, სხვა ადმინისტრაციაზე, დერადიკალიზაციაზე. იცით, იფიქრეთ ბერლინზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სწორედ ამისკენ უნდა ისწრაფოდეს ისრაელი ღაზასთან მიმართებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ციკლში დიდი ხნით ჩავჭებით. და რაც შეეხება საერთაშორისო მშვიდობის საბჭოს. ანუ ეს უბრალოდ ნომინალური ორგანიზაცია, თუ მაინც ასეთ მდგომარეობაში ვართ, სადაც ბევრი არაფრის გაკეთება შეიძლება. ის ძირითადად უმნიშვნელო ორგანიზაციაც დარჩება, სანამ ჰამასი აკონტროლებს ღაზის სექტორის მოსახლეობას და აქვს იარავის მონოპოლია იმ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებს. ამჟამად ისრაელი აკონტროლებს ღაზის 60-დან 70%-ს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბუფერული ზონაა, რომელიც შექმნეს ღაზის მიმდებარე ისრაელის დასახლებების დასაცავად. მაგრამ ეს ტერიტორია ფაქტობრივად სარიელია. მოსახლეობის უმეტესობა ჰამასის კონტროლირებად ნაწილშია. ასე ვერ დარჩება. ღაზის ყველა მშვიდობიანი მოქალაქე ფაქტობრივად აღარ უნდა იყოს ჰამასის რეჟიმის ქვეშ, რადგან სწორედ ეს აძლევს მას ძალას. ასე იბირებენ მომავალ ტერორისტებს. ასე უტარებენ ტვინის გამორეცვას ჯიჰადისტვის, შემდეგი თაობისთვის. ეს არის წრე, რომელიც უნდა გაირღვეს. ესე რომ ღაზა როგორც იცით გაყინული იყო, რადგან ისრაელი ძალიან დაკავებული იყო ირანით, ჰეზბოლათი და ლიბანით. ეხლა ყველაფერი ისევ იმავე წერტილს უბრუნდება. თუ ირანი ისევ არ გააქტიურდება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიხილავთ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის კაბინეტსა და თავდაცვის სტრუქტურებს, რომლებიც შეეცდებიან მიანიშნონ დიპლომატიური შეთანხმების შესაძლებლობაზე, მაგრამ მათ ძალიან მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რა არის ისრაელის ინტერესები. და თუ არსებობს განსხვავება დიპლომატიურ წინადადებებსა და ისრაელის ინტერესებს შორის, თუნდაც ეს წინადადება დონალდ ტრამპისგან მოდიოდეს, ეს განსხვავება უნდა აღინიშნოს და ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. და ასევე მკაფიოდ უნდა ითქვას, რა არის ისრაელის ინტერესები. არანაირი ჰამასის იარავი ღაზის სექტორში, არანაირი ჰამასის კონტროლი ღაზის სექტორში. ეს არის ისრაელისთვის დიპლომატიური წინსვლის ძირითადი წინაპირობები. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ისრაელმა ეს მიზნები სამხედრო გზით უნდა მიაღწიოს.